ჩვენები ახლა საკუთარ საჯარიმოში არიან. გულერმა ჩააწოდა დარტყმა და გახსნეს ანგარიში თურქებმა. ხა ამაზე უარეს ალბათ ვერც წარმოვიდგენდით. პირველივე შეტევა, პირველივე სტანდარტი, პირველივე კუთხური. მერთ მიუგდულმა გაიტანა ისევ თვალწები გოლი, რომელმაც გახსნა ანგარიში ევრო 2024-ზე ჩვენს წინააღმდეგ. 1-0 თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ. განმეორებით ვნახოთ აბა ეს ეპიზოდი. კი მართალი ხარ. ლურისთაური დარტყმა და თურქეთის ნაკრები დაწინაურდა შეხვედრის დებიუტში. უკვე მესამე წუთზე თურქებმა მოახერხეს გატანა. ძალიან ცუდი დასაწყისი იყო, ბევრი შეცდომა და აი კუთხურის დროსაც საკუთარ საჯარიმოში, სადაც დიდი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, ვინაიდან 11-ვე ფეხბურთელი იქ იყო 6 ოჩოშვილმა ბურთი მიიღო, ისევ კაშია, ოჩოშვილი, ექვაბიშვილი, შეცდომა, უხეში შეცდომა, საკიფათო მდგომარეობა, დარტყმა შესანიშნავად ითამაშა გოგლიჩიძემ. ის რომ არა ურთულესი ამოცანის წინაშე იქნებოდა გიორგი მამარდაშვილი, ნახეთ განმეორებით, თუმცა აქ რა ადვილად ჩავაბარეთ ბურთი მეტოქეს და შემდეგ ხედავთ გოგლიჩიძის თავგანწირულ თამაშს. კუთხური უნდა მოაწოდონ თურქებმა, ასად არ ჩქარობს, ახლა არ ეჩქარებათ სტუმრებს, აკან ჩალხანოღლუ. კუთხურიდან გავათამაშეთ ერთი ბურთი და ცოტაშორის ხიფათი მოყვა, ახლა სტანდარტული გაათამაშა ქოჩორაშვილი. დაარტყა პირდაპირ კარში არაზუსტად. ეთოქე გაძმოხდებულ ბურთზე ემზადება ქოჩორაშვილი და დარტყმა. მიქაუტაძის თაური შემდეგ გამოიტანეს თურქებმა, ქოჩორაშვილი დახვდა აქ ბურთს. განმეორებით ეს ეპიზოდი ნახეთ. აქ რა ახლოს ვიყავით კაშიას მოხვდა სამწუხაროდ ბურთი და ვეღარ დაამატა გოგლიჩიძესაც შეეძლო გატანა. ცენტრისკენ გადაიტანეს, არ უნდა დავარტყმევიოთ გულერის დარტყმა არაზუსტია. გიორგი მამარდაშვილი განაახლებს თამაშს. კიდევ ერთი ჩაწოდება, კარგად თამაშობს კაშია. ძალიან ადვილად მიაღებინეთ ბურთი საჯარიმოში, დაარტყეს და 2-0. აი ასე თამაში დაცვაში როგორ შეიძლება. მოგერიებული ბურთი და ჩავაბარეთ ჩვენ საჯარიმოში მეტოქეს ბურთი და 2-0. სრული ქაოსი დაცვაში. ძალიან არაორგანიზებულად ითამაშეს ახლა ჩვენებმა საკუთარ საჯარიმო მოედანში. აქ აპროტესტებენ ჩვენი ფეხბურთელები, მივიდნენ საჯმა და აბა ნახოთ რა ხდება, რა მოხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. მე აქ ვერაფერი ვერ დავინახე წესის დარღვევა თურქების მხრიდან. არის ჩართვა აქ რამდენად კაშია მოიგერია თითქოს. ისევ დავითაშვილი მოახერხა. საჯარიმოში ვარ. რა კარგი ჩაწოდება და რა შანსი! იქ მცველი მეკარი სიმეძე იყო, მეკარე მცველი სიმეძე გაატარა ბურთი მცველმა და ალოჩოშვილი არ ელოდა. თუმცა ჩვენი მეკარი ადგილზეა. კაშია ძალიან ცუდი პასი გაკეთდა წინ და არდა გიულერი სახიფათო მომენტი გაათამაშეს იდეალურად. კაშია შეცდომის შემდეგ ეს არის კატასტროფა, ასეთი შეცდომები. ეს როგორი შეცდომა იყო, უკვე უპატიებელი შეიძლება ითქვას. 3-0. 0-3. აქ რთული არა იმ ესახის კომენტარი გააკეთო. მორიგი შეცდომა დაცვაში. აი ეს რა პასი იყო. და როგორ გაათამაშეს ბურთი ნახეთ. ისევ ის იყო, ხო, კერემ აქტუგოლი. კი. მისი დუბლი ფეხბურთელი, რომლის გოლითაც ბენფიკამ მოიპოვა უფლება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის ფენერბახჩესთან შეხვედრაში და გადავიდა შემდეგ და არც მეორე დღეს ფენერმა გადაიყვანა, არა და გალადან გადავიდა. დარჩენა
რა თქმა უნდა, ესეც მოქმედებდა ჩვენ ფეხბურთელზე და ბევრი ფაქტორების დასახელება. არ ვამართლებთ ჩვენს გულს, მაგრამ რა თქმა უნდა არის. აქ დავითაშვილმა შესანიშნავად წაიღო. კარგი ჩარბენა მექვაბიშვილის. დარტყმა! კიდევ ერთი დარტყმა და 3-1. დავითაშვილმა გაიტანა თავის გოლი. განმეორებით ეს ეპიზოდი დავითაშვილი და აქ თავარია ის არ მოხდეს რისიც გვეშინია თუმცა ამოწმებენ მექვაბიშვილის დარტყმის შემდეგ გუნდი ხდება ძელს უცილებლად ხოჩორაშვილმა იბრძოლა ჯარიმდებიან მის წინააღმდეგ არა არ შეეჩერა საჯმა თამაში ახალი ფორვარდი ილმაზი ილმაზი სასტარტოში იყო თუ გახსოვთ ევროპის ჩემპიონატზე ილმაზიც იყო ილდიზიც აქ ეხლა მთავარია გიორგი ხოჩორაშვილმა მოახერხოს უეჭველი წითელი ბარათია საერთოდ ჯარიმა არ დანიშნა დავიდე მასამ თურქეთის ნაკრები დარჩება 10 კაცის შემადგენლობით 20 წუთი. ნუ ბატონო, აბარა. ჩაწოდება საჭირო დავითაშვილი წრუმაზრაობა ჩააწოდა დარტყმა კვარაცხელია. კვარაცხელია ურტყამდა. იყო შანსი. 93 წუთი მიმდინარეობს შეხვედრა. ხვიჩაზე ითამაშებს, ხვიჩა მიიღო. ხვიჩა დაარტყა დამატებაზე. რა შანსი. ეს იყო მეორე ზუსტი დარტყმა ჩვენი დღევანდელ შეხვედრაში. ერთს მოყვა გოლი და ეს მეორე ზუსტი დარტყმა და როგორ ვერ მოვახერხეთ დამატება. ასე არ გავიდა, ფიჩამბურთი შეინარჩუნა, დაარტყა! კიდევ ერთი შანსი და ბურთი ცდება კარს და იქ მორიგი თურქი ფეხბურთელი დაწვა იმერზე. აი ნახეთ ოჩოლეიშვილი თუ მიასწრებს ამბურთს მიასწრო ჩაწოდება და ახერხებენ თურქები ბურთის გამოტანას საჯარიმო. დემირალი თამაშობს ძალიან კარგად დაცვაში. თუმცა შეტევა გრძელდება. გულიაშვილი კიდევ ერთი შანსი გაგნიძე ქოჩორაშვილი არა კაშია. დაკარგა ტემპი ამ შეტევა. არ გავიდა ეს გადაცემა. კვარაცხელია 3-2. არის ხვიჩა კვარაცხელია. წუთი გვაქვს ცოტა მეტი. 2-3 რა ბურთები გაუშვეთ ახლა რო ვიხსენოთ რამდენი საჩუქარი გაუკეთეთ ნაკეთებს რა განმეორებით ქუჩას დარტყმა კოჩოლეიშვილი ჩაწოდება ზურიკო კიდევ ერთი მიქაუტაძე არ ღოს თამაშის წესს შეტევაში იყო შანსი ანგარიშის გათანაბრებით და როგორი შანსი ახოთ განმეორებით დავითაშვილის დარტყმა რა შანსი მოგვეცა უკანასკნელ წამებზე შეხვედრა ადგილი თავში არ მოხვედრია თურქ ფეხბურთელს
დაასრულა სამწუხაროდ შეხვედრა იტალიელმა არბიტრმა. 14 ოქტომბერს გვიწევს გასვლაზე თურქეთთან თამაში. კინახამ მოვახდინეთ სასწაული 0-3-დან 3-3, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოუვიდა და თურქები გამარჯვებულები მიემგზავრებიან შინ და მეორე ტურში შეხვდებიან ესპანეთის ნაკრებს. ნამდვილად იყო ჩვენი ნაკრების ყველა ფეხბურთელმა